მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა თქვენთან ერთად და მე მისი წამყვანი თათია სამსონიძე ვარ. დღეს ჩვენთან სტუდიაში გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე იმყოფება. მადლობა ბატონო გია სტუდიაში მობრძანებისთვის. მინდა რომ გასული წლის მთავარი მოვლენით არჩევნებით დავიწყოთ. როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს გურიაში და ზოგადად მთელ საქართველოში? მოგესალმებით თათია, მოგესალმებით მაყურებელს. ჩემი ფეხი ბედნიერი ყოფილიყოს თქვენ სტუდიაში, მე პირველად ვარ. და ძალიან მიხარია ეს გარემო რომელსაც ვხედავ. რაც შეეხება არჩევნებს. მოგეხსენებათ არჩევნები რომელიც ჩატარდა შეფასებული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები გულისხმობ დემოკრატიულობის ხარისხს, მედიით გაშუქებას და ყველა იმ თამდევ მოვლენას რომელიც არჩევნებს ახლავს. იქიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა სრულად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და მე მინდა ყველა პარლამენტარს უსურვო ახალი დაწყებული აქვს მათ პარლამენტში კანონშემოქმედებითი მოღვაწეობა, უსურვო წარმატებები და საქართველოს საკეთილდღეოდ მიეღოთ ისეთი კანონები, რომელიც აუცილებლად გამოადგება ქართველ ერს. მადლობა. ბატონო გია 2016 წელი უკვე დასასრულს უახლოვდება, რომ გვესაუბროთ განხორციელებულ პროექტებზე, რა მნიშვნელოვან პროექტს გამოყოფთით, რაც რომელიც მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა? იცით, მოდით ასე ვთქვათ, ერთგვარი შემაჯამებელი იყოს ეს ჩვენ დღევანდელი ჩემი გამოსვლა, თუმცა რა თქმა უნდა დროში შეზღუდულები ვართ. რამოდენიმე მიმართულებით შეიძლება ეს ყველაფერი დაიყოს, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება, საკუთარი შემოსავლებით დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, თუმცა მე რამოდენიმეს გამოყოფდი, მათ შორის რომელმაც ძალიან დიდი შვება მიგვარა ჩვენს კუთხის მაცხოვრებლებს. ეს არის პირველ რიგში გზები. გზები, რომელიც დავიწყოთ დაუშვათ ლანჩხუთიდან, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც შარშან, ასევე წელს 100%-ით არის დამთავრებული და ათვისებული. რა თქმა უნდა, ეხლა ვერ ვიტყვით, რომ ყველგან და ყველაფერში გზა არის უკვე გაყვანილი, შიდა გზებზეა ლაპარაკი, თუმცა ძირითადი მახასიათებელი რაც მუნიციპალიტეტისთვის იყო სავალდებულო და აუცილებელი ის დამთავრებული. ასევე 4-ვე მუნიციპალიტეტზე შემიძლია თქვა რომ ჩოხატაურში თითქმის დაბაში არც ერთი გზა აღარ არის მოასფალტებელი. გაკეთდა საკმაოდ მასშტაბური პროექტი შარშა დიდვანის მიმართულებით სურების და წელს უკვე დაიწყება სურებამდე გზის მშენებლობა. სურები არის სოფელი, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში არათუ გზა სინათლეც არ ჰქონდათ მაცხოვრებლებს, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა. იგივე არის ოზურგეთში, ჩვენ ახლა ამ ქალაქში ვიმყოფებით და ალბათ ყველა ხედავს რომ გზები ქალაქში თითქმის ყველგან მოასფალტებულია, მომავალ წელს ფაქტიურად მთლიანად დასრულდება ქალაქის გზების მოასფალტება. მე რატო უსვავ და მუნიციპალიტეტში ოზურგეთშიც ასევე ძირითადი საკვანძო გზები გაკეთებულია. რატო უსვავ გზას ასე ხაზს? მოგეხსენებათ, გზები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი როგორც ეკონომიკის განვითარებისათვის, ისევე მოსახლეობის გადაადგილებისათვის. არა იყო გაკეთებული წინა წლებში გზები, თუმცა მოითხოვდნენ შეკეთებას, თუმცა კაპიტალურად ბევრი სოფლის გზაც გაკეთდა, ასევე გაკეთდა ის დამაკავშირებელი რაიონის ცენტრიდან სოფლებამდე, რომელიც მნიშვნელოვანია. აი რომ ავიღოთ მაგალითად ასკანის გზა, რომელიც დამამთავრებელ ფაზაშია, მომავალ წელს დამთავრდება, უმნიშვნელოვანესი მრავალმილიონიანი გარდამავალი პროექტია. აქ მოსახლეობას 10 წლის განმავლობაში არ ქონდა და ასეთი უამრავი შეიძლება ითქვას. მეორე მიმართულება წყალთან დაკავშირებული საკითხებია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ლანჩხუთშიც, დაბა ჩოხატაურშიც ფაქტიურად თითქმის 24 საათიანი მიწოდება, სრულად ახალი წყალმომრაგების სისტემები შეიქმნა. ოზურგეთში დამთავრებულია და ერთ-ერთი საუკეთესო წყალი, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, თბილისთან წყალტუბოსთან ერთად მიეწოდება ოზურგეთის მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის თემა, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა ანასეულის მოსახლეობას 10 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა წყალი, ან თუ მიეწოდებოდა დაბინძურებული და თან გრაფიკი და ზაფხულში ფაქტიურად არ იყო ეს საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ქალაქის მერია საბოლოოდ უკვე
გადაწყვიტა და პროექტი მზად არის დაიწყება მშენებლობა. მესამე მიმართულება ეს არის მოგეხსენებათ გურია არის არა მარტო სოფლის მეურნეობის კუთხით გამორჩეული მე ვამბობ სუპროპტიკების ზონა, არამედ საკურორტო ზონა და ის რაც შარშან მოხდა ბლექსი არენის გახსნა მუსიკოსთა სკვერის თუ მუზეუმის ის ქვეშ სრულიად ახალი მიმართულება ჩაუყარა საფუძველი შეკვეთილი ურეკის მიმართულებით ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პროექტი შემოდის რომელიც ითხოვენ შეთანხმებას და ვფიქრობ რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მიმართულებას ბახმაროს მიმართულებით არ შემიძლია ორიოდე სიტყვა ბახმაროსთან დაკავშირებით ცალკე კითხავთ კი ბატონო კარგით დიდი მადლობა ანუ ბევრი რამე შეიძლება კიდე მე ახლა აღარ მინდა რომ ათობით ბაღი გაიხსნა ოთხივე მუნიციპალიტეტში სრულიად ახალი ბაღები სკოლის შენებლობა სოფელ ზოჩი მოგესალმებით რომელიც მაღალმთიანი სტატუსი აქვს და იქ დამამთავრებელ სტადიაშია უკვე სახურავის ქვეშ არის მოქცეული ჭანიეთში დაიწყო ახლა აი ზოჩი ჩვენი განამღები ჯგუფი იმყოფებოდა და ჩვენი თვალით ძალიან მხარიაც მნიშვნელოვანი პროექტია ძალიან სკოლამდე ჩვენ ბაღი გავუხსენეთ ზოტელებს ამ უაღრესად შრომელ ხალხს ურთულეს პირობებში უხდება ცხოვრება იმიტომ რომ ძალიან მაღალმთიანი დასახლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 2017 წლის ბიუჯეტშიც მუნიციპალიტეტების როგორც ჩანს მთავარი პრიორიტეტი მაინც ინფრასტრუქტურა ამ კუთხით ალბათ ბევრია კიდევ გასაკეთებელი. კი ბატონო. მოგეხსენებათ ზოგადად სახელმწიფოს ფუნქცია არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეს არის გზა, წყალი, გაზი, ელექტროენერგია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ სანამ არ ამოვწურავთ ამ ყველაფერს და მოგეხსენებათ რომ ეს ამოუწურავდით არის ერთის მხრივ გზას აკეთებაც სჭირდება, თუმცა აი ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორც არის გაზიფიცირება გურიაში ძალიან მაღალი ტემპებით მიმდინარეობს. სულ ახლახანს დასრულდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაზკანამზიანი გაზიფიცირებას და ასევე ლიხაურში იყო წლების განმავლობაში ყველა ერთ-ერთი პირველი გაზიფიცირდა, თუმცა იყო უსამართლობის განცდა მოსახლეობაში, სადაც ჭადრაკულად იყო ეს მიწოდება გაზის სხვადასხვა დროს გაკეთებული და ეს აღმოიფხრება სრულად. ასევე ლანჩხუთში ძალიან ბევრ სოფელში, ჩოხატაურში 85%-მდე ჩვენ ამად გაზიფიცირებას მოვახდენთ მომავალ წელს. და ასევე სხვა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აუცილებელია და თანმდევია. ამიტომ თქვენ კითხვაზე რომ უპასუხო, დიახ, ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბაღების, სკოლების, გზების, წყალსადენების და ასე შემდეგ შეიძლება იგეგმება. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოგეხსენებათ ძალიან ჩქარი მდიდარები გვაქვს და ის სტიქიური უბედურება, რომლებიც აწუხებდა გურიას წლების განმავლობაში, რეგულირდება იმით, რომ შენდება გაბიონები, წყალდამჭერები, ბეტონის ასე ვთქვათ, კედლები, რომელიც დაიცავს აუცილებლად ჩვენ მოსახლეობას ამ წყალმოვარდნებისაგან. ძალიან კარგი. ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რა ხორციელდება იმისთვის, რომ რეგიონში ამ კუთხით პროცესები განვითარდეს. აშკარაა ის, რომ ტენდენცია სწორედ იქითკენ მიდის, რომ აუცილებელია გურიის გამოიყენოს თავისი მაქსიმალური პოტენციალი. მე გეტყვით, რომ შავი ზღვის პირეთის გარდა, რომელიც ისედაც ცნობილია როგორც მაგნეტიტის საოცარი ურეკის, ასე ვთქვათ, ქვიშა, იქ ჩვენ გარდა ამ შავი ზღვის სანაპიროს, რომელიც აუცილებლად განვითარდება და აქაც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, წყლის პროექტი, რომელიც მომავალ წელს დამთავრდება და შეკვეთილი ურეკი გრიგოლეთის მოიცავს, წყლის მიწოდება 24 საათიანი, გაზიფიცირდა მთლიანად სანაპირო, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც აკავებდა აქამდე ტურისტებს ეს იყო ის, რომ არ იყო ეგრეთ წოდებული წყალარინები, კანალიზაციასო ეძახით, ესეც ხორციელდება. იქ მინდა მელიორაციის მადლობა გადაუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაიწმინდა არხები და იწმინდება და ეს ლოგიკურ დასკვნამდე მივა. ანუ ყველა ის პირობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ შესაძლებელი იყო, განხორციელებული იყო, დაწყებული იყო 2014, 15, 16 და 17-ში ეს დამთავრდება. აქედან გამომდინარე ტურისტების ნაკადი აუცილებლად გაიზრდება და ვთქვი და ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ გაკეთდეს იქ სასტუმროები, სახლები და ასე შემდეგ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენ
როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებიც გვაქვს, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ოზურგეთის თავის საკუთარი სახსრებით ახერხებს და 700,000 ლარი იყო გამოყოფილი და ხდება გარდამავალი პროექტით წყალშემკრებების გაკეთება, ასევე საუბრობთ გომისთაზეა საუბარი, ასევე ელექტროფიცირებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები. ბევრი დამსვენებელი უჩივის გომისთის პრობლემა ძალიან დიდი. მან იყო ყველაზე დიდი პრობლემა გზა და მე მინდა მუნიციპალიტეტის სასახელოდ თქვა, რომ ის გზა პერიოდულად იწმინდებოდა ზაფხულის თვეში, ჯერ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ მოასფალტდება, ყოველ შემთხვევაში აქეთკენ მივდივართ, როცა უკვე იქნება მოსახლეობის დიდი ოდენობა უკვე ასული იქ და სხვათა შორის დღეს გამგებელმა ასევე მითხრა, რომ ისინი აპირებენ მოაწეს გომისთის განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი განვითარებისთვის. და ბახმარო, რომელიც მოგეხსენებათ წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის თავმჯდომარე გამოსცა განკარგულება ბახმაროს როგორც 4 სეზონიანი კურორტად მისი ქცევასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მე მინდა გითხრათ, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი სივრცითი მოწყობა და გენერალური განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით. პირველი ეტაპი დასრულდა, მე გახდით ამ სხდომაზე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეცა დოკუმენტი დასამტკიცებლად. მეორე ეტაპით სრულად დამტკიცდება განაშენების გენერალური გეგმა. მეორე მიმართულება ეს არის ელექტროენერგიის სრულად ახალი ხაზების შეყვანა, იმიტომ რომ მომეტებული რაოდენობა მოსახლეობის ზაფხულში ვეღარ უძლებს ის დაძველებული ტრანსფორმატორი თუ სადენები და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან აუცილებელი და როცა ზამთრის კურორტზე ლაპარაკობთ, გაზიფიცირება. გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ყველაზე წინ შეიძლება იყოს ვდგევართ, იმიტომ რომ პროექტით და საპროექტო სამუშაოები დასრულებულია თვითონ ბახმაროში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. ახლა არის მსჯელობა იმაზე, რომ 59 კილომეტრიანი ტრასა გავიდეს თუ 39 კილომეტრიანი, ორი ვარიანტია შერჩეული. ანუ შესაძლებელია უფრო მოკლე ვარიანტი. კი, მაგრამ აი ჩვენ მე მაგალითად პირდაპირ არ დავმალავ და გრძელ 59 კილომეტრიან სუჭერ მხარს, ვინაიდან იქ იქნება ესე იგი უკვე ჩხაკაურას, ზოტის და ქვაბღის გაზიფიცირება, ვინაიდან ნაბეღლავამდე უკვე ასულია გაზი და ეს კერძო კომპანია წყალი მარგებელმა განახორციელა და მისივე მასაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ მესვეურებს, რომ სოფელშიც შეყავთ თავიანთი სახსრებით ნაბეღლავში და ჩვენ გვჩებოდა და დაგვრჩება, თუ ესეთი პროექტი არ განხორციელდება, ეს სამი სოფელი, რომელიც ჩამოთვალე, ეს არის ქვაბღა, ჩხაკაურა და ზოტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ სიცოცხლეს გაზიფიცირება და მე ველაპარაკე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორს, ახლა უახლოეს პერიოდში მოხსენებითი ბარათით შევალ და აი ამ თემებზე ვიმჯერებ, რატომ არის ეს გზა უფრო უკეთესი. ასე რომ, ხო, მესამე მიმართულება ეს არის, მეოთხე მიმართულება უკაცრავად ეს არის ზამთრისთვის გზის მოწყობა ისე რომ ადამიანებმა შეძლო გადაადგილება, გულისხმობ თოვლისაგან მისი გაწმენდა, თუმცა იქ საინჟინრო სამუშაოებიც იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჩასატარებელი, ეს არის კედლების, დამცავების, მილხიდების აღმართვა და წელს ჩვენ უკვე ბახმაროში ყავს უცხოელი ტურისტები. ჩვენთვის ცნობილია მაგაზე უნდა მეკითხა აუცილებლად. უცხოელი ტურისტები, რომლებიც ჯერ კიდევ შანშან შემოდგომაზე ჩამოვიდნენ, ეს არიან შვეიცარიის მოქალაქე გერმანელები და შვეიცარიელები, მონაცვლეობით უკვე ბახმაროში წელს 3 ერთეული ტექნიკა თავის სახსრებით შეიძინეს, 20 ტონა საწვავი აიტანეს, იქ დაიქირავეს კოტეჯები და მე მათ გამოხმაურებებს გეტყვით, რომ ისინი არიან გაოგნებულები იმ საოცრებით, რომელიც ბახმაროში ნახეს და ეს ჩემთვის იყო საკვირველი, ვინაიდან მოგეხსენებათ შვეიცარია საკმაოდ მდიდარია მთის კურორტებით და ამ ადამიანებს იმდენად მოსწონთ და იმდენად ხარისხიანად თვლიან პერსპექტივაში ზამთრის კურორტად ბახმაროს გადაქცევას, რომ ძალიან ხშირად ამ თემაზე ვსაუბრობთ და
ახალი წლის მეორე ნაკადი ჩამოდის, სულ 60-მდე ადამიანი იქნება წელს. ისინი სწავლობენ როგორც სათხილამურო ტრასებს, ასევე კლიმატურ პირობებს და ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია შეფასება მათი მხრიდანაც. ჩვენ ასევე ვაპირებთ თერმული წყლების გამოყენების საკითხის წამოწევას. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა და ჩვენ ესე იგი იცით გვაქვს თერმული წყლები, რომლის სადაც იყო ადრე ესე კურორტი, ბალნეოლოგიური მსგავსი კურორტი და ჩვენ შეიძლება ეს აღვადგინოთ აუცილებლად, ნახოთ მონაცემებს მიმართოთ ახლა ეს პერიოდში და გვექნება მთის, ზღვის და თერმული წყლის კურორტები. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის სხვა მიმართულებით ტურიზმის განვითარებაც. ჩვენ უნიკალური ბუნება გვაქვს, ეს არის ვაკეჯურის მიმართულებით, შემოქმედის, ლიხაურის მიმართულებით, თვითონ სურების თავზე, პრინციპში მე ძალიან შეუძლებელია ჩამოვთვალოთ, ამასინად გახდით კონჭკათში, როცა ძველი ტაძარის აღდგენა ქართულ ბანკის მიერ განხორციელდა და იქიდან ჩანს ბათუმი, ფოთი, კავკასიონი, საოცრებაა, ხო? მონასტრები, სამონასტრო კომპლექსები, რომელიც არის პილიგრიმების, ასე ვთქვათ, მოძრაობა შეიძლება საკმაოდ განვითარდეს. გურიას ეპარქიას აქვს საკმაოდ დიდი სიწმინდე თამარ მეფის ჯვარი და სხვა სიწმინდეები. აქედან გამომდინარე, აი ამ ხეობებში შესაძლებელია თუკი მაქსიმალურად და სახელმწიფო პროგრამა უმასპინძლეს საქართველოში, ეს არის სასტუმროების აშენება, იგი არ ფუნქციონირებს აჭარასა და ბათუმსა და თბილისში, ჩვენ რეგიონს მოიცავს და ვფიქრობ, რომ საცხენოსნო დასვენებითი ტურიზმი ტყეში გასვლით და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება. ჩვენ ასევე გვქონდა ჯომარდობასთან დაკავშირებით ჩამოსული იყვნენ კაიაკინგის ფედერაციის წარმომადგენლები, დიახ, რამოდენიმე ქვეყნის, 10 ქვეყნის თუ არ ვცდები და ისინიც გაოგნებული იყვნენ ამ ბუნებითა და აი ამ წყალმდინარეებით, რომელიც ჩვენთან არის და აი ამას აუცილებლად უნდა მიეცეს განვითარება და ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მუშაობთ. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 300,000-იანი გრანტი მოიპოვა ევროკავშირის სწორედ ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს პროექტი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და 4-ვე მუნიციპალიტეტი, მათ შორის გუბერნია ჩართულია. ვფიქრობ, რომ მათი იმპლემენტაციით საკმაოდ მაღალ დონეზე გავალთ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად უკვე გვექნება სად რა არის გასაკეთებელი, რა მიმართულების განვითარება, სწორედ ესენი სწავლობენ ამას და უახლოეს პერიოდში დადებენ დოკუმენტს. ბატონო გია, როგორც რა რესურსით გურიას აქვს, თუნდაც ამის რეკლამა ძალიან მცირედ ხდება. ამის ფონზე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რაღაცა უფრო ცნობილი გახდეს, არა მარტო მთელ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ასე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. გარდა ამისა, გამოყოფი იქიდან, რომ ეს ფოტორეპორტიორები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ ბახმაროში, მათი გადაღებული ფოტოები უამრავმა ადამიანმა იხილა და მათ შორის რომ ვხედავდი სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოყვა ამას. რა შეიძლება ამისთვის გაკეთდეს? აი სწორედ აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მგონი ბახმაროს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მთელი ზამთრის განმავლობაში არა დაუშვათ სინოპტიკოსები, არამედ ადამიანები, რომლებიც ავიდნენ, ცხოვრობენ, ერთობიან და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედაც მათი სურათები საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს სოციალურ ყველა მეკითხება მირეკავს და მე მინდა რომ აუცილებლად არა მარტო უცხოელებმა ისარგებლონ, არამედ ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს ამ არაჩვეულებრივი კურორტით, თუმცა შეიძლება ადაპტირება დაჭირდეს იქ არსებულ გარემოს, გულისხმობ კოტეჯებს, რომლებიც ათობით და შეიძლება 100 წლის განმავლობაში მხოლოდ ზაფხულის პერიოდში იყო გამოყენებული. ამას ეს ბუნებრივად მოხდება, რა თქმა უნდა, გულისხმობ, როცა ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურა მიგვიყვას უკვე იქამდე, ამიტომ გეთანხმებით, რომ არის საჭირო და ჩვენი ოფისში სხვათა შორის ამაზე მუშაობენ. მე საკმაოდ გულნაკლულიც ვიყავ იმაზე, რომ ხშირად შავი ზღვის არენა მოხსენებული იყო როგორც ბათუმთან. ჩემს უსაყვარლეს აჭარელ
მეგობრებს და ბათუმელებს, მაგრამ ეს გურია და ამაზეც ჩვენ უნდა ყველამ ერთად ვიმუშაოთ. იცით რა შეა საქმე? არსებული ვითარება, რომელიც იყო თუნდაც ურეკში, შარშან პირველად დაიწყო პლაჟების საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური ტექნიკით გაწმენდა პლაჟების. ის რომ ესე იგი ნელ-ნელა ჩვენ უახლოვდებით იმ სტანდარტს, რომელსაც ქვია საერთაშორისო სტანდარტი, გულისხმობ წყალი, წყალარილები, ინტერნეტი, გაზი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხორციელდება აი ეხლა, ზოგი ნაწილი განხორციელებულია. აქედან გამომდინარე იქნება უკვე უახლეს პერიოდში პერსპექტივა, სადაც ეს ყველაფერი განხორციელდება. იგივე ბახმაროსთან მიმართულებით, ანუ თუ არ იქნებოდა ინფრასტრუქტურა, ის დარჩენილი იქნებოდა იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც იყო. ამიტომ სხვადასხვა მიმართულებით აუცილებელია ამის განვითარება და ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ, აგრარული რაიონი ვართ, ასე ვთქვათ, რეგიონი ვართ, სადაც სოფლის მეურნეობის მხრივაც აუცილებლად აი მივადეთ. მივედით მაგ საკითხამდე ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. სოფლის მეურნეობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. გურია ცნობილი იყო ჩაის კულტურით და როგორც მახსოვს თქვენი გუბერნატორობის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, რომ ამ სფეროს განვითარებას შეუწყობდით ხელს. ამჟამად რა ხდება ამ კუთხით? ესე იგი, სოფლის მეურნეობის და ზოგადად ცენტრალური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით ჩაის აღორძინების პროგრამა მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. რამოდენიმე უკვე ასობით ჰექტარი უკვე გადაცემულია ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის. სულ აი ეხლა ხანს მე ძალიან ასე თაიგული არის დუაბზუში შენდება საკმაოდ საინტერესო ჩაის საწარმო და აუცილებლად გუშინწინ გადაიხურა, მე მათ ულუცავ, ყოველდღიურად მან კონტაქტი. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ტერიტორია ეკავა ჩაის პლანტაციებს გურიაში. თუმცა წლების განმავლობაში ის პლანტაციები ზოგან აიკაფა, ზოგან გაველურდა, გაჩანაგდა, ასე ვთქვათ, მაგრამ კიდევ არსებობს რესურსი იმისათვის, რომ ჩაის კულტურა აღორძინდეს. ჩაი საკმაოდ მომგებიანი კულტურაა, ის საკმაოდ ძვირადღირებულია მისი პროდუქტი, როცა ის არის დახვეწილი, ის არის მაღალი ხარისხის. აქედან გამომდინარე, საბაზრო მოთხოვნა სწორედ ასეთია, მაღალ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და ჩვენ რეგიონში, ოზურგეთში, კერძოდ საკმაოდ მაღალი ჩაის პროდუქციის მიწოდება ხდება და ირლანდიაში ამასინად მოხდა კიდევაც ესე იგი ამ კონტრაქტის დადება. რაც შეეხება სხვა პროდუქციას, აქ არის ლაპარაკი ასევე მეციტრუსეობაზე. ციტრუსი იყო საბჭოთა მეურნეობებში, კოლმეურნეობებში, ეხლა კერძო სექტორს შარშან საკმაოდ დაბალი იყო რაოდენობა და სულად უმტკივნეულოდ მოხდა ამისი მიღება და გადამუშავება. წელს შედარებით დიდი იყო მოსავალი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაღალი ხარისხით ის არ გამოირჩეოდა. დაახლოებით 50 ერთეული დიდი ტრაილერი უკვე ექსპორტზეა წასული. ასევე გობულეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხდება ეგრეთ წოდებული NS-ის დაბალი ხარისხის წვრილი მანდარინის ჩაბარება, იქ სუბსიდია იყო დაშვებული და მე მინდა გითხრათ, რომ თითქმის აი მიილია უკვე და არსად რაიმე სახის შეფერხება არ ქონდა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ნატანებში არსებულ საწარმოს ბატონ დავით სიხარულიძეს, რომელიც მე მინდა გითხრათ 24 საათიან რეჟიმში ეხლაც მის თავის კოლექტივთან ერთად შრომობს და ძალიან კარგი რამ დანერგეს მათ. ისინი უშვებენ ასევე პლასტმასის ყუთებს, ურიგებენ მოსახლეობას და პროდუქცია შემოდის მერე საწარმოში. ასევე მინდა შევეხო ორ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს, ერთი ჩოხატაურში, ეს არის ნენა საწარმო, ბატონი ზურაბ ჩხაიძის მიერ შარშან
შექმნილი საწარმო, რომელიც ერთ-ერთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ეს არის კომპოტები, ეს არის ჯემები, ეს არის მურაბის სახით უშვებს, დაწყებული კაკლის მურაბიდან დამთავრებული მანდარინის, ასე ვთქვათ, პროდუქციით. მეორე საწარმო მისი ძმის ბატონი გოჩა ხაიძის, რომელიც ასევე ოზურგეთში ანასეულში მდებარეობს, ეს არის ხილის გადასამუშავებელი საწარმო. აი რატო უსვავ ხალხს ამას ყველაფერს? ესე იგი, მოსახლეობას უკვე შეუძლია თავისი პროდუქცია აღარ გადაყაროს და არ აჭამოს დაუშვათ საქონელს, თვითონ სარგებელი ნახოს და ამ სარგებელში გულისხმობ იმას, რომ თვითონ საწარმო მიაკითხავს, წაიღებს, ჩაიბარებს, გადაამუშავებს და ერთი საწარმო უშვებს სპირტს, ხილის სპირტს, მეორე საწარმო კი, აი როგორც გითხარით, ამ არაჩვეული, რომელიც სხვათაშორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არის გასული და საკმაოდ მაღალი მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სუპერმარკეტებში და საკმაოდ ქსელურ მარკეტებში უკვე კარგად იყიდება. ასევე არის სხვადასხვა მიმართულებები, როგორც გითხარით, ჩაიზე, ციტრუსზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბრეშუმთან დაკავშირებული საკითხებიც უნდა ნელ-ნელა დავიწყოთ ამაზე მუშაობა, 12000 ძირი თუთისხე შემოტანილი იქნა წელს და დარიგდა მოსახლეობაში სრულიად უფასოდ და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, აი რა პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზარდოს და ასევე გაკეთდეს აბრეშუმის გადასამუშავებელი საწარმოები. მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ვიცი, ძალიან დიდი როლი ეკავა. ლანჩხუთმა იახტიურა და ყველაზე მეტი იქ წაიღეს და ნახოთ როგორ გაახარებენ და როგორ იქნება თუთის ხის გაახარების შემდგომ აბრეშუმის ჭიის, ასე ვთქვათ, წარმოება და ძაფის წარმოება. ძალიან კარგი. როგორც ჩემთვის ცნობილია, სოფლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება გაუქმდა, შეწყვეტილია. როგორ შეაფასებდით, რა იყო ამ პროგრამის მინუსი თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს ამად, იმიტომ რომ ამ პროგრამის ფარგლებში, როგორც ინფორმაცია მაქვს, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. რა იყო ამ პროექტის გაუქმების მიზეზი? ცით ასე ნუვიტყვით, რომ გაუქმდა. საკუთარი შემოსავლები მუნიციპალიტეტებს რაც აქვთ, იქიდან შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, თუმცა რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვადგენთ მომავალი წლის, ასე ვთქვათ, დაგეგმარებას ვახდენთ, გამოვდივართ იქიდან, რომ რა ჭირდება ამა თუ იმ სოფელს, მუნიციპალიტეტს. კიდევ გამომდინარე, ჯერ კიდევ წელსაც კი აი ამ სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით ერთ წოდებულ გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტების უფრო გამსხვილება, ინფრასტრუქტურული პროექტებს გულისხმობ და უშუალოდ მოთხოვნილი სოფლის მიერ მოთხოვნილი თემების უფრო მეტად გამსხვილება, რომელიც პერსპექტივაში აუცილებლად წარადგება. ეს არის გზები, წყალი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა გადაალაგოს, ასე ვთქვათ, ის პროექტები, რომელიც მას აქვს უკვე შექმნილი და დაფინანსებას ელოდება, აი იქიდან შესაძლებელია რაღაც იმ სეგმენტში ეკონომიიდან დარჩენილი თანხის, საკუთარი შემოსავლებიდან შემოსული თანხით იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სოფელს ესაჭიროება. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად მოქმედებს, თუმცა მასშტაბურად აზროვნების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება, რომ ეს ნაკლი აღმოფხრილი იქნას იმ პროექტებით, რომელსაც ისინი განახორციელებენ. კარგით. ბატონო გიო, ვისაუბროთ გურიაში საინვესტიციო გარემოზე. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ზარას წარმომადგენლების ოზურგეთში სტუმრობამ. როგორც ითქვა, ოზურგეთში ზარას სამკერვალო ფაბრიკა უნდა აშენდეს, გარდა ამისა საუბარია ძაფების ფაბრიკის მშენებლობაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით რომ უფრო ვრცლად გვესაუბროთ. დიახ, მე მაგალ საკითხს მესამესაც დავამატებ, თანმიმდევრობით ვიყავით, ზარას წარმომადგენლები იყვნენ. იცით, მათი მოთხოვნა იყო შემდეგი, რომ ესე ყველაზე მცირე 1000 ადამიანზე გათვლილი საწარმოს აშენებას სურთ.
ჩვენ ვანახეთ მათ ის ტერიტორიები, რომლებიც არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ასევე მუნიციპალიტეტების ბალანსზე და ასევე კერძო მფლობელობაში, კერძო მფლობელთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა. რამოდენიმე ვარიანტი მათ ჩაინიშნეს და ასევე მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ამ რაოდენობასთან დაკავშირებით, მუსახელის რაოდენობასთან დაკავშირებით იყო თუ არა გადამზადების საშუალება და სწავლების საშუალება იმ მუშა მოსამსახურებისთვის, რომელიც ამ საწარმოში დასაქმდებოდნენ გულისხმობ კერვის პროცედურებს. ჩვენ გვყავდა ისინი კოლეჯში მიყვარდნენ, ჩვენს კოლეჯში. კოლეჯ ჰორიზონტს გულისხმობ. დიახ, ჰორიზონტს და იქ საკმაოდ მაღალი დონის, ასე ვთქვათ, დანადგარებიც ნახეს გულისხმობ ამ სამკერვალო ტექნოლოგიების ათვისებას, უფრო მეტიც ჰორიზონტის ხელმძღვანელობა შესთავაზა მათ, რომ ნებისმიერი თქვენი წარმომადგენელი თუ ჩამოვა და უშუალოდ ან ჩამოიტანს იმ დანადგარს, რომელზეც უნდა იმუშაონ, ჩვენ მზად ვართ დაუთმოთ და პირიქით დაგეხმარებით მაქსიმალურად. აი ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა განაპირობა ის, რომ ჩვენ ზარასწავლებლობასთან ძალიან აქტიური კონტაქტები გვაქვს. იქ ეს საკითხი წარმომადგენელი აფრიკაში ამჟამად ამ წუთში აი ახლა წასული, როგორც კი ჩამოვა ის აუცილებლად სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე დადგება ეს საკითხი და საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ისინი მიიღებენ, თუმცა ჩვენ სრულად შევუწყობთ ხელს მათ მთავრობის თავმჯდომარესთან მქონდა ბატონ პრემიერთან ამ საკითხებზე საუბარი და სრულად ჩვენც და მთავრობა ცენტრალური ხელისუფლებაც მაქსიმალურად ხალხდაჭერას ვპირდებით ყველა ინვესტორს. ანუ ჯერ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვარ. ანუ ჩვენი მხარე წარმატგიდეთ. დიახ. როგორც ტერიტორია, ის რესურსი, ადამიანური რესურსი და კოლეჯი, როგორც ასე ცენტრი გადამზადების, ეს ყველაფერი მათი მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებს და ეხლა ველოდებით მათ ასე ვთქვათ მიღებულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ძაბსართავს საწარმოს, ჩვენ უკვე დაახლოებით რამოდენიმე ადამიანი გავაგზავნეთ ბათუმში, ბენზეში, სადაც ანალოგიური საწარმოა, ისინი იქ გადამზადდებიან და მათი მეპატრონეც სხვადასხვა წარმოშობით ქართველია სინოპიდან მითხრა რომ აუცილებლად ააშენებდა აქ საწარმოს დაახლოებით 354 კაცზე. ოღონდ ეს საკმაოდ ცოტა ხმაურიანი საწარმოა შიგნით და არ უნდა იყოს ცენტრში, უნდა იყოს ქალაქგარეთ, ვინაიდან გარკვეულ ხმაური დისკომფორტს გამოიწვევს. თუმცა ეს ხმაური არ არის ისეთი ხმაური, რომელიც დაუშვათ იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც მე მინდა გავაჟღერო ასევე თქვენს ეთერში, ეს არის მოგეხსენებათ მერიის ტერიტორიაზე, სოფელ მერიაში არსებობდა საკმაოდ მნიშვნელოვანი აეროდრომი, რომელიც იყო სტრატეგიული დანიშნულების დახურული ობიექტი საბჭოთა კავშირის დროს და ეს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, რომ ზღვიდანაც შემოფრენა შესაძლებელია და მეორე მხრიდანაც, ანუ არ უშლის მთები, კლიმატურად იქაც, ესე იგი, საკმაოდ მიზიდველია იმ კუთხით, რომ წვიმები ნაკლებია შედარებით, ღრუბლიანობა უფრო სწორად და ნისლი. ჩინური კომპანია, სახელმწიფო კომპანია იყო ჩამოსული, რომელმაც დაათვალიერეს, ისინი გეგმავენ იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება ეს პროექტი 500 მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარჟით ჩადებას ამ პროექტში. მათი პროფილი არის გადაზიდვები და თუ კი დაუშვათ ტვირთი დღეს ჩინეთიდან ჩამოდის 12-14 დღეში 10 საათში უკვე იქნება აქ და წარმოიდგინეთ თქვენ ამ ხელმისაწვდომობა ექნება გამოცოცხლება ფოთი აქვეა ტერმინალი შესაძლებელია ევროპიდან დიახ ყველაფერი ეს არის მათი მიმზიდველობა ისინი ეძებდნენ სხვათა შორის ფოთშიც იყვნენ ნახეს აეროდრომი და ის არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს ამიტომ აი მოლოდინის რეჟიმში ვართ ველოდებით იქიდან რა გამოხმაურება იქნება. კარგით, როგორც ვიცით, მთავრობის მიერ დაანონსებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულების შემცირება. იგეგმება თუ არა ამ კუთხით გუბერნიაში შტატების შემცირება და თუ იგეგმება ხარჯების ოპტიმიზაცია, ასე ვთქვათ. ჩვენ მივიღეთ ცენტრალური ხელისუფლებისაგან ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხი, სადაც
გასაწევი ხარჯები სხვადასხვა მომსახურებაზე არის შემცირებული 13%-ით. შრომის ანაზღაურების ნაწილშიც არის ასევე შემცირებული, თუმცა საშტატო ერთეულის ხარჯზე უნდა მოხდეს პრემია და სხვა სახის ასე ვთქვათ წახალისებები მთლიანად ამოღებულია და წელს ჩვენ აღდგომაზე გავეცით ერთჯერადად პრემია, ასე რომ ვფიქრობთ, რომ როგორც ქვეყნის ინტერესებიდან იქნება საჭირო, ისე მოვიქცევით, რა თქმა უნდა, ჩვენც. მადლობთ და ბოლოს მომავალი წლის გეგმებზე რომ ვისაუბროთ, როგორი იქნება 2017 წელი გურიის რეგიონისთვის? როგორც ჩვენი პრემიერი ამბობს, აუცილებლად ძალიან კარგი და აგუგურებულ საქართველოში ვიცხოვებთ ყველა. იცით რაშია საქმე, სიძნელეები ეკონომიური, ნუ გავიგებთ ისე რომ გურიაში ყველაფერი ყვავის, პრობლემები არის, ეს პრობლემები ყველაზე მეტად ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც ჩვენი ეკონომიკა გვაძლევს, ჩვენ თავარია მიზნობრივად არ იყოს რაღაცა, აი მაგალითად ჩოხატაურში არაჩვეულებრივი კულტურის სახლი აშენდა რა, რომელიც მე არ ვიცი ხა პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში თუკი სახელმწიფოს აუშენებია ასეთი დონის კულტურის სახლი. ის რომ აუცილებლად უნდა აშენდეს სპორტული ნაგობობები ბავშვებისათვის, ის რომ უნდა აშენდეს კულტურის საბავშვო ბაღები და სკოლები, ეს უდავოა, გზები, წყალი და ასე შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა არის ბევრი პრობლემა, სოციალური პრობლემები უამრავია. არა აქვთ ადამიანებს ხანდახან საშუალება რომ აი თვითონ თვამდენ და რაღაცა თავი მიიტანოს. ამიტომ ეს სოციალური პრობლემები, ეს სიდუქჭირი, რომელიც ზოგადად არის ქვეყანაში, ამის დაძლევისკენ ხდება და ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია, სწორედ ამის აღმოფხვრას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 2017 წელი იქნება ბევრი სიახლეებით, ბევრი ინვესტორით და ყველა ოჯახში შევა ის სიკეთე, რომელიც აუცილებელია რომ შევიდეს ჩვენი რეგიონის მასწავლებლებთან. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა თქვენ.